მე-18 საუკუნის ბოლოს, მაშინ როცა საქართველო მძიმე ისტორიულ პერიოდს გადიოდა, 1786 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა ალექსანდრე ჭავჭავაძე. ადამიანი, რომელმაც ქართულ კულტურას სრულიად ახალი მიმართულება მისცა. ამ დროს საქართველოში სამეფო ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული. მამამისი, გარსევან ჭავჭავაძე, რუსეთის სამეფო კარზე საქართველოს მეფის, ერეკლე მეორის წარმომადგენლად მსახურობდა. სწორედ ამიტომ იგი ევროპული კულტურის და განათლების გავლენის ქვეშ გაიზარდა. ბავშვობაში ის რუსეთში სწავლობდა. დიდო მეფეო რუსეთის იმპერია, ქართლ-კახეთის მფარველობას აღგვიქვამს. 13 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო ოფიციალურად მიიერთა, ის პირველად დაბრუნდა საქართველოში. მისი ახალგაზრდობა დაემთხვა ეპოქას, როცა საქართველო ძველ დამოუკიდებლობას ნელ-ნელა კარგავდა. 18 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო 1804 წლის ქართველთა აჯანყებაში, რუსეთის წინააღმდეგ. აჯანყება დამარცხდა, ალექსანდრე კი დააპატიმრეს და რუსეთის შიდა გუბერნიაში, ტამბოვში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მისი ცხოვრება ახალ მიმართულებას იღებს. მოგვიანებით ის გეს სიცვლის და რუსეთის იმპერიის არმიაში იწყებს სამხედრო სამსახურს. ამ პერიოდში რუსული არმია გადადის ევროპაში. არმიაში ყოფნის პერიოდში ის მონაწილეობას იღებს რამდენიმე დიდომში, მათ შორის ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპულ ლაშქრობებში და 1814 წლის პარიზის ბრძოლაში, სადაც მას დაჭრიან კიდეც. სწორედ ამ პერიოდში იწყება მისი ლიტერატურული აქტიურობა. მისი პირველი ლექსები ხელნაწერების სახით გავრცელდა და ახალგაზრდა პოეტს პირველი ცნობადობა მოუტანა. სწორედ ევროპაში ყოფნის დროს გაეცნო ფრანგულ რომანტიზმს, რომელთა გავლენამ მისი პოეზია სრულიად ახალ მიმართულებაში გადაიყვანა. ამიტომაც დღეს ისტორიკოსები ალექსანდრე ჭავჭავაძეს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს. 1812 წელს ალექსანდრეს ცოლად მოჰყავს ქართველი თავადისქალი სალომე ორბელიანი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უძველეს არისტოკრატიულ ოჯახს ეკუთვნოდა. მათ 4 შვილი შეეძინათ. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ნინო ჭავჭავაძე. ნინო მოგვიანებით დაქორწინდა ცნობილ რუს დიპლომატსა და მწერალზე, ალექსანდრე გრიბოედოვზე, რაც იმ დროის კულტურულ სამყაროში დიდი მოვლენა იყო. ალექსანდრე ჭავჭავაძე მხოლოდ პოეტი არ ყოფილა. იგი იყო მაღალი რანგის სამხედრო გენერალი, დიპლომატი, მეწარმე და კულტურის მფარველი. მისი მამულები კახეთში, სოფელ წინანდალში, მე-19 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გადაიქცა. აქ იკრიბებოდნენ ევროპელი და ქართველი მწერლები, მუსიკოსები და მოაზროვნეები. ალექსანდრე ჭავჭავაძემ სწორად წინანდალში შექმნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ევროპული სტილის ღვინის საწარმო, სადაც ქართული და ევროპული ღვინის ტექნოლოგიები გააერთიანა. მისი ცხოვრება სავსე იყო წინააღმდეგობებით. ერთის მხრივ იგი რუსეთის იმპერიის გენერალი იყო. მეორეს მხრივ კი არასოდეს დაუკარგავს ოცნება საქართველოს დამოუკიდებლობაზე და მონაწილეობაც მიიღო 1832 წლის შეთქმულებაში, განმავლობაში ჩვენი იყო. საქართველო დღეს აღარ არის თავისი თავის ბატონი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდა. შეთქმულება გამჟღავდა, რუსებმა ყველაფერი გაიგეს. არაფერი არ უნდა დარჩეს. შეთქმულება ჩაიშალა და ბევრი თავის ნაშრომი მან თავად გაანადგურა. 1846 წლის ნოემბერში თბილისში, ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას ალექსანდრე ჭავჭავაძე უბედური შემთხვევის შედეგად ეტლიდან გადმოვარდა და მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად 18 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კახეთში, შუამთის მონასტერში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეს იგი ისტორიაში დარჩა როგორც პოეტი და მოაზროვნე, რომელმაც ქართულ პოეზიას ევროპული რომანტიზმის სული შემატა, ხოლო წინანდალი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.